აი, მე 40 ლექცია არის, მოკლედ მივახციეთ მე 40 ლექციას და დღეს ვისაუბრებთ attention mechanism-ზე. რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც deep learning-ში ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ რაც attention-ი იყო ის გარდამტეხი რაღაცა NLP-ში, იმიტომ რომ NLP საკმაოდ ჩამორჩებოდა მანამდე visions ამ შემთხვევაში საკმაოდ ჩამორჩებოდა და ეს თითქოს შეიცვალა მთლიანად დაიშიფტა რა მოკლედ რა ეს დინამიკა. გასულ ლექციაზე ვისაუბრეთ RNN-ზე და LSTM-ზე, გახსოვთ? რაც просто unmute ვქენით ხოლმე და ან კი ან არა მითხარით რა, ან თუ გახსოვთ ხოლმე რა, ან ერთ კითხვას უდავსო რა. ნუ დღეს დავინახოთ რა ფუნდამენტური შეზღუდვა სადა აქვს რა ვაფშე LSTM-ს და RNN-ს და როგორ შეიძლება attention-მა ეს პრობლემა მოაგვაროს. და შემდეგ ლექციაზე უკვე გადავდივართ ტრანსფორმერებზე, რომლებიც აი აბსოლუტურად attention-ის მექანიზმზე არის აგებული რა. დავიწყოთ. აი, ნუ წინაზე რაც ვსწავლეთ გავიხსენეთ რა. აბა RNN-ის მთავარი იდეა რა იყო? არ გახსოვთ? ან მართლა გეუბნებით რა. გიორგი ვიცი რო არის დარჩენება. სანდრო იყავი წინა ლექციაზე? ოკეი. გახსოვს რა იყო RNN-ის თავი იდეა? რო ამიხსნა რა მარტივად RNN-ი რას აკეთებდა რა? შენი ენით არ ეცადო რაღაც hidden state-ების და ასე შემდეგ, მაგრამ просто ანუ input-ი გაქვს და შინით რა ხდებოდა და რატომ მუშაობდა საერთოდ? ანუ data-ს უყურებდა ანუ იმდროულად ეგრე რა ვთქვა რა. Sequential, ხო, sequential უყურებდა data-ს რა. ანუ ყოველ time step-ზე ჩათვალე, ან დროზე რა, ანუ თითოეულ step-ზე, თითოეულ ნაბიჯზე Excel-ი იღებს რაღაც ახალ შემოვალ X eur-ს და წინა ნაბიჯის hidden state, hidden state-ი არის ჩათვალეთ მატრიცა რა. რაც h-t-1 რა. და აწარმოებს ახალ hidden state. Hidden state-ს, ანუ შედის რაღაც ახალი input X-ი, რომელიც არის t-ური, ტაური, როგორც გიყვარს, არ ვიცი, კომაროში ტაუ უყვარდა ძალიან და რაც ტაური შედის X-ი და მანამდე რაც გადმოყვა იყო τ-1. და მე ამ X-ტეურით აპდეიტდებოდა ეს hidden state-ის მდგომარეობა H1 მაგალითად გადაყვებოდა აი აქ შევიდოდა X2 და მე H1-ს დააპდეიტებდა და გახდებოდა H2. და ეგრე რაც არის ფაქტობრივად ეს არის HT არის Excel-ის მეხსიერება რა, ის ინახავს ინფორმაციას შესახებ რაც ნახა მანამდე რა. LSTM-მა ალესანდრო ისო დამეხმარე, აი რა შეცვალა? ნუ ამ RNN-ს როგორც მახსოვს, ეგ პრობლემა მქონდა, რომ ანუ რაც უფრო სიღრმეში შევდიოდით იმ წინადადებაში კონტექსტს კარგავდა, ხო? კი. და ანუ მაგის გამოსწორებას სცადა LSTM-მა. ხო, რაღაცა ისეთი მახსოვრობის gate-ი დაამატა რა ფაქტობრივად რა. ხო, forget gate-ი, input gate-ი და output gate-ი. ანუ რა წავშალო მეხსიერებიდან, რა დავამატო მეხსიერებაში და რა დავაბრუნო მეხსიერებიდან რა. რა ვთქვა, ასე ვთქვათ რა, როეული რომ იწერია რა წავშალო, რა დავამატო და რომელი ვთქვა ხმამა კლასზე შეგვიძლია რა თქვა რა. cell state-ი ქვია მაგას. სამი gate-ი დაამატეს, input gate-ი, output gate-ი და forget gate-ი, როგორც თქვია, forget-ი არის წაშლა, რა თქმა უნდა, input-ი არის რა ჩავწერო და output-ი არის რა ვთქვა. და პრობლემა ესე იგი ხა სადღაც ახსენა იყო ესე იგი დიდ მეხსიერებაზე იჭედებოდა რა. რაც ფაქტობრივად vanishing gradient-ი არის, ანუ რაც წინ მიდიოდა ბოლო რაც პრობლემაში გადიოდა თავიდან რაც იყო input-ად ფაქტობრივად არ არსებობდა hidden state-ის მეხსიერებაში. ანუ ფაქტობრივად გადაწყვიტა ქრებადი გრადიენტის პრობლემა რა, უკეთ ახსოვს უკეთი მახსოვრებს გრძელ დამოკიდებულებას ვიდრე ჩვეულებრივი RNN-ი. მაგრამ
არის ასევე ეს მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მაგრამ LSTM-ს აქვს საკმაოდ ერთი დიდი ფუნდამენტური შეზღუდვა. შეხედეთ ახაც რა მარჯვენა გვაქვს ენკოდერი, ანუ H1, H2, HT. ეს არის ბოლო დიდი მატრიცა რა. ნუ კითხულობს რაღაცა გრძელ სიკვენსს. და ბოლოს თელი სიკვენსის ინფორმაცია იკუმშება ერთ ვექტორში, HT-ურში. ანუ ყველაზე ბოლო რა იკუმშება ერთ ვექტორში. და ეს არის ფაქტორად ერთადერთი ვექტორი, რომელსაც დეკოდერი მიიღებს რა. ანუ დეკოდერი სიტყვაზე, დეკოდერი არსებობს ეგეთი, რომელიც ეს თუ დავაენკოდე, მაგალითად არადი LSTM გამოიყენებოდა translation-ში რა. შევიდა ინგლისური, გამოვიდა ქართული სიტყვაზე რა. ინგლისური input შედიოდა, გამოვიდა ქართული input-ი, ანუ ინგლისურს აენკოდებდა და ქართულად ადეკოდებდა მერე იმ HT-ურს რა. ანუ ერთ ვექტორში იკუმშებოდა ეს ინფორმაცია და ეს იყო ერთ-ერთი ვექტორი, რომელსაც დეკოდერი იღებდა და ეს არის რაღაც bottleneck-ის პრობლემა რა, მოკლედ რა. და ის პრობლემა არის ზუსტად აი, რომელსაც attention-ი აგვარებს რა. უკეთ რო გავიაზროთ sequence არქიტექტურა, ჯობიან უბრალოდ პირველ რიგში ჯობია ის გავიაზროთ, ვიდრე გადავალთ იმაზე ტრანსფორმერებზე და იმაზე რა, attention-ზე. Sequence-ი ნიშნავს აი ზემოთ რომ მიწერია არის sequence to sequence. შემავალი sequence-დან გამომავალ sequence-მდე. ყველაზე კლასიკური მაგალითი არის ხო თარგმანი, ქართული წინადადება შევა, ინგლისური წინადადება გამოვან პირიქით. ორი ნაწილისგან შედგება ენკოდერი, რომელიც რაც კითხულობს შემავალ sequence. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად სამი სიტყვა, ანუ აი ბოდიში და კატაზის სახში ესე რომ მიწერია, იმიტომ რომ ქართულში ვერ კითხულობდა. ამიტომ ავიტანოთ ეს მე არ იქნება პრობლემა რა. კატაზის სახში. ყოველ სიტყვაზე LSTM აწარმოებს hidden states რა, ანუ H1-ს, H2-ს, H3-ს. და ეს hidden state-ები ინახავენ ინფორმაციას ყოველი სიტყვის და მანამდე დანახი კონტექსტის შესახებ. და დეკოდერი ბოლო hidden states იღებს, ანუ აი აქედან H3-ს ფაქტობრივად იღებს. და როგორც კონტექსტ ვექტორს რა, ანუ კონტექსტ ვექტორად გადაეცემა ეს დეკოდერს და იწყებს აუთპუტის გენერაციას. და აი ზუსტად ეგაა პრობლემა რა, ერთი ვექტორი გადაეცემა, ამ ხელა რა სამი სიტყვა, მაგრამ ნუ ეს ხო შეიძლება იყოს რაც 10 სიტყვა, 15 სიტყვა, 20 სიტყვა, შეიძლება საერთოდ ვიკიპედიის ის ჩავუგდო, ხო? რა ქვია? მარტო ენკოდერ დეკოდერი ხო შეიძლება კიდე რა მაგალითი გახსენებათ ენკოდერ დეკოდერის ვარიანტი. ხო არის translation-ი რა. კიდე რა შეიძლება იყოს მაგალითად? აი დამეხმარეთ რა მითხარით. აი ცხოვრებაში რაც გადახდენთ მარტო ტექსტებზე ნუ იქნებით რა. ენკოდერ დეკოდერი არის ყველგან აბსოლუტურად. თქვით აბა რავი, აი მართლა ეს ძალიან ისეთ კითხვა არის. საერთოდ რა ზემელთან დაკავშირებული. თქვენ ერთ ენკოდერ დეკოდერ არქიტექტურა სად გვხვდება კიდე ცხოვრებაში? ცხოვრებაში? თუნდაც აი რა მოდელები არსებობს? ან ცხოვრებაში სად ხდება, ან როგორი მოდელები არსებობს? ანუ ეს არქიტექტურა არის უნიკალური არ არის რომ მარტო იმისთვის რა, translation-ისთვის რა. ნუ unit-შიც ხო იყო. დაახლოებით შემიძლია ვთქვა რა, დაახლოებით კაი. კი, არის ნამდვილად არის ცოცხლანაირი, მაგრამ შვენიერი მაგალითი არის. სეგმენტაცია. კიდე? text to speech-ი? ტექსტი შევიდა, speech-ი გამოვიდა. დაენკოდა გადასა კონტექსტად გამოვიდა აუდიო. ხო? ეგეც შემიძლია ენკოდერ დეკოდერად აღვიქვა. კიდე მაგალითად სამერიზაცია. არა? აი ვიკიპედიას დიდი პეიჯი რო ჩავუგდო და დამისამერაიზეთ ხო რა უთხრა. ეგეთი ენკოდერ დეკოდერი შეიძლება. სამას გვერდიან ტექსტს რო კითხულობდეთ რა, დამთავრების შემდეგ ერთ აბზაცს წერდეთ რა, შეჯამებას რა და მე სხვა ადამიანს აძლევთ ხოლმე ამ აბზაცს და ეუბნებით რაც ახლა ეს წიგნი ინგლისურად თარგმნე რა. ანუ რა თქმა უნდა ხო ბევრი დეტალი დაიკარგება. აი ეგ პრობლემა არის ზუსტად აქ. სამს გვერდიან წიგნი რო წავიკითხო და რაც ერთ შეჯამება გადავწე, ხო ვერ გადამითარგმნეს ამ მთლიან წიგნს იმას რა ქვია. ინგლისურად. ეს იყო 2014-ში იყო ეს პრობლემა გამოქვეყნებული რომელიღაც კვლევაში. ესე იგი translation-ზე იყო რა ამოცანა და ერთ-ერთი მეტრიკა არის blue score რა, blue score. და დაახლოებით იყო 26 და რა ნუ მოდელი გასწრა და რაღაც
benchmark-ზე რაღაც მონაცემებზე შეაფასა რა. რაც რო გზელი იყო წინადადება, მით უფრო უარესი ხდებოდა ხარისხი და 30-ზე მეტი სიტყვის წინადადებებზე მოდელი ფაქტიურად ვეღარ მუშაობდა რა. და ეს იყო შეზღუდვა რამაც мотивация მისცა ეთენშენ მექანიზმის შექმნას რა. ოკეი. და ეთენშენის თავარი იდეა. ყველა სიტყვა არ არის თანაბარი მნიშვნელოვანი. როცა ადამიანი თარგმნის, რაც ის არსილობს ხო, რაც მთელი ზიანების ერთდროულად დამახსოვრებას. მაგრამ როცა cat წერს, ის უბრუნდება ორიგინალ ტექსტს და უყურებს კატა სიტყვას. როცა sits წერს, უყურებს zis. ანუ ყოველი სიტყვის ადამიანი სხვა ადგილას ფოკუსირდება ორიგინალ ტექსტში, ხო? ეთენშენ მექანიზმიც უბრალოდ ამას აკეთებს. ქსელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველი დეკოდერი ნაბიჯზე უყუროს ენკოდერის ყველა hidden states და თავად აირჩიოს, რომელია მნიშვნელოვანი. ანუ შევადაროთ, ეთენშენის გარეშე დეკოდერს აქვს მხოლოდ ერთი ვექტორი ht tau და ის რაც ვერ ხედავს რა, არ შეუძლია უკან დახედვა. როგორც თარგმნელი, რომელსაც წაართვეს რაც ორიგინალი ტექსტი რო წაკართვან რა და წინა ტექსტს არ განახებდნენ რა. ეთენშენს დეკოდერს ყოველ ნაბიჯზე შეუძლია უკან გამოხედვა. და რაც ენკოდერის tate-ისთვის შეხედვა რა. როგორც თარგმნელი, რომელსაც რაც ორიგინალი ტექსტი წინ უდევს მაგან მე მაგალითი რა. ხო, ბახტანაუარი ერთ-ერთი ვინც პირველი ეთენშენის რაღაც დაახლოებით ეთენშენი გამოიგონა და alignment-ი დაარქვა. და 2017-ში გამოვიდა მერე ტრანსფორმერების არქიტექტურა, სადაც უკვე ეთენშენი დაერქვა ამას რა. Attention is all you need. შეიძლება გაგებული ქონდეს, გაგონილი არ ვიცი რომელი ეს გაგონილი ქონდეს, შეიძლება არ ქონდეთ რა. ხო, ეხლა ტექნიკურად ნახოთ როგორც მუშაობს ეს ეთენშენი რა. 4 ძირითადი ნაბიჯი არის რა. პირველ რიგში არის გასქორვა. ანუ პირველ რიგში ყოველი encoder state-ისთვის ვითვლით, ყოველი encoder state-ი, ანუ each test-თვის ვითვლით რელევანტურობის ქულას. რამდენად მნიშვნელოვანია ეს state ამ კონკრეტული დეკოდერის ნაბიჯისთვის. ეგ მიწერია რა encoder-ის რაც ნაბიჯი და ეს არის სკორი რა. st-1 არის მიმდინარე hidden state-ი, ანუ ეხლა რა ვწერ. h-იური არის encoder-ის იური state-ი რა. ანუ რა წაიკითხა encoder-მა iur პოზიციაზე. მე არის ნორმალიზაცია. ეს გეცნობათ ალბათ. იმედია გეცნობათ, არ გეცნობათ? მითხარით აბა გეცნობათ თუ არა ეს ფორმულა. აწეს თუ უჭურველი გეცნობათ არა? softmax-ი არ არის. აგერ კი წერია, მაგრამ მადლობა კი, softmax-ი. კი, softmax-ი. ბოდიში, ხო. შემდეგ არის კონტექსტ ვექტორი. ახლა თვლით კონტექსტ ვექტორს რა, ანუ ეს არის encoder state-ის შეწოდილი ჯამი. ანუ ყოველი encoder state-ი მონაწილეობს, მაგრამ მისი წული პროპორციულია attention weight-ის. ანუ რაც A2 თუ არის 0.0, მაშინ H2-ს რაც 80%-იანი წული ექნება კონტექსტ ვექტორში. ეს არის soft არჩევადი, ასე ვთქვათ, რა ჩვენ არ ვირჩევთ ერთ state-ს, არამედ ყველა მონაწილეობს უბრალოდ სხვა ხარისხით რა. ამას soft attention-ს ეძახიან სხვა შორის. და ბოლოს დეკოდირება რა. ხო. ეს არის კონტექსტ ვექტორს ვაწვით დეკოდერს და გამოითვლება, რაცა სამ რამეს გამოითვლის რა დეკოდერი რა. სამი რამე გადაეცემა რა, ანუ ეს არის წინა hidden state st-1, წინა output y-1 და ახალი კონტექსტ ვექტორი ct. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ რაც არის, მთლიანი ეს პროცესი არის წარმოებადი, არის differentiable, ანუ end-to-end ტრენინგი ხდება backprop-ით რა. attention weight-ები ისწავლება ავტომატურად, არავინ აწვის მოდელს, ეს სიტყვა ამ სიტყვას უნდა შეესაბამებოდეს და ასე შემდეგ, რა მოდელი თავად ისწავლის.
სკორ ფუნქციონები რა, სკორ ფუნქციები რეებია რა. ერთი არის dot product-ი, ჩვეულებრივ ყველაზე მარტივი ორი ვექტორი შიდა დამრავლი არის. თუ ვექტორები ფაქტობრივად ერთ მიმართულებას უყურებენ სკორი მაგარი, თუ სხვა მიმართულებას სკორი დაბალია. ეს ინტუიციურია რა, უკვე ძალიან. მსგავსი ვექტორები, ესე იგი, მაგარი რელევანტურობა რა. და ნუ რა თქმა უნდა, ენკოდერის და დეკოდერის state-ების ზომა ერთ და იგივე უნდა იყოს. ხო, generally არის dot product-ის გენერალიზაცია უბრალოდ W არის ასწავლი მატრიცა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ზომის state-ების შედარებას, მაიცა სხვადასხვა ზომი იძლევა საშუალებას, რომ შევადაროთ სხვადასხვა ზომები. ხო. მოდი ეგრევე ვიტყვი. კიდე არის ეს ბახტენაუ, რო გითხარით, ტანეის იღენებდა და ორი ცალკე ლინიარი ტრანსფორმაცია ჰქონდა. და ეგ დიდად საინტერესო არა, იმიტომ რომ მაგის მე ბევრი რაც გამოვიდა, მოდი კიდევ გადავხტები scaled dot product-ზე გადავალ რა. და ეს გამოიყენება უკვე ტრანსფორმერებში რა. და ნუ სკალირება ხდება ტრანსფორმის რა ქვია მოდელის ზომაზე რა. მოდელი ფესვზე. ზომაზე არა, ნუ გაზომილებაზე. როცა ზომა დიდია ვექტორების რა, მაგალითად ვზოვოთ dot product-ი მნიშვნელობები ძალიან დიდი ხდება. და როცა software-ში ეს დიდი რიცხვები შედის, ფაქტობრივად one-hot ენკოდირებას უკეთებს, მე მგონი რა. ხო, მოდი ეგრევე ვიტყვი one-hot თლად არა, მაგრამ ძალიან ახლოს არის, მაგრამ ერთი მნიშვნელობა ერთად და დანარჩენები ნოლთან რა. ეს იმას შეშობს, რომ გრადიენტები თითქმის ნულოვანია. და ნუ გრადიენტი ქრება, მე მგონი, ხო, რა თქმა უნდა ქრება. და გრადიენტის გაქრობის პრობლემა ბრუნდება და ფესვი დეკაზე გაყოფა ამ პრობლემას წყვეტს რა, მნიშვნელობებს ნორმალურ დიაპაზონში აბრუნებს. რა ჩემი რჩევა. ეს არ დაიმახსოვროთ. ეს პრობლემებზე პირად შეგიძლიათ არ დაიმახსოვროთ. თავი კონცეფცია უბრალოდ უნდა გაიგოთ რა. და დანარჩენი უკვე კოდირების ამბავი არის რა. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება დაგჭირდეთ ამის დამახსოვრება, მაგრამ ნუ scaled dot-ი უნდა გახსოვდეთ რა, კაი, ნუ scaled dot-ი დაიმახსოვრეთ რა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმერებში გამოიყენება. აჰა. ეს არის ვიზუალიზაცია რა პატარა რა. ენკოდერში გვაქვს სამი სიტყვა, cat sits on a table და დეკოდერი აგენერებს ქართულ თარგმანს. პირველი დეკოდერი ნაბიჯი არის კატა, უყურებთ ხაზებს, კატა უყურებთ ხაზებს რა. cat და კატა ყველაზე ახლოს არის რა, ანუ ყველაზე რაც 95 აქვს რა და თან ის არის ყველაზე სქელი ხაზია. მეორე ნაბიჯი ზის, ახლა ყველაზე სქელი ხაზი sits-თან აქვს. და მე არის on table, მე უკვე მაგიდაზე 0.90 რა. და ანუ მაგარი ისაა რომ ანუ ამას სწავლობს მოდელი რა. მაგარი ახლა სიტყვა სიტყვით ეთარგმნა. რაც განსაკუთრებული აქვს, მაგრამ on table ორი სიტყვა არის, მაგრამ მაგიდაზე ერთი სიტყვაა და მაგას ისწავლის მოდელი. ანუ attention weight-ები რა ფაქტობრივად რაც alignment მატრიცასავით არის რა. ანუ არ არის რაღაც ერთი-ერთზე hard alignment-ი, რაც არის რაღაცა soft alignment-ი ალბათობების განაწილებითაა რა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ავტომატურად ისწავლა, ანუ აი წინასწარ არაა გაწერილი რა. რაღაც ეს შესაძლოა ის ამას რა. ან просто input და output წყვილები ისეზე თავად ისწავლა მე alignment-ი. ხო, context vector-ი. ამ სლაიდზე კონკრეტული მაგალითი ნახოთ როგორ მუშაობს ეს context vector-ი და ვინა რა. გვაქვს რა სიტყვაზე h1, h2, h3, სამი encoder state. ამ კონკრეტულ დეკოდერ ნაბიჯზე attention weight-ები ესეა რა, რაც აი ერთ სიტყვაზე იყოს 0.1, 0.7 და 3 იყოს 0.2. ანუ context vector-ი გამოვა 0.1 ჯერ h1, 0.7 ჯერ h2 და 0.2 ჯერ h3. ანუ ძირითადად კი h2-ს გავს, მაგრამ h3-ის და h1-ის ინფორმაციაც შესდის. sec-to-sec-ში context vector-ი ყოველთვის იგივეა. არ აქვს მნიშვნელობა რომ output სიტყვას წერს, ყოველთვის იგივეც გამოიყენება და attention-ი თუ context vector-ი ან sec-to-sec-ში გულისხმობ რაც მარტივ რაც გაიდე attention-ის გარეშე რა. attention-ი context vector-ი ყოველ ნაბიჯზე სხვადასხვაა, როცა cat-ს თარგმნი ct ძირითადად h1-ზე და ct ძირითადად h1-ზე ფოკუსირებული, როცა sits არის h2-ზე და ასე შემდეგ რა. ესაა ფუნდამენტური განსხვავება რა. აი,
ბახტაო. მაინც დაუბრუნდით. დაუბრუნდით, რომ დიარ დაუბრუნდით, არ მინდა ბახტაო. იმიტომ რომ ანუ კი გავარჩევ ხა ამას, მაგრამ არ გამოგადგება დიდად რა. ეს შეგიძლიათ თქვენ ჩვენც მე ნახოთ რა ეს ბახტაო editive attention-ი რა არის და საიდან წამოვიდა 2014-ში დაიდო რა. ხო, ეს მირჩევნია რა. მანამდე ვისაუბრეთ sex to sex-ზე, encoder-decoder არქიტექტურაზე, მაგრამ attention შეიძლება გამოვიგოთ კლასიფიკაციაშიც. განსხვავება ისაა, რომ sequence to sequence-ში ყოველ decoder ნაბიჯზე ახალი context vector-ია. ხოლო კლასიფიკაციაში ყველა encoder state-ის შეწონილი ჯამი გჭირდება. ანუ ერთი context vector-ი რა. რომელიც შემდეგ linear layer-ში შევა classes prediction-ისთვის. ანუ უკვე ძალიან მარტივია რა, linear layer-ს. n-წერტი linear-ს დაწერ Python-ში რა. I love this movie. აქ რა ხდება რა? Attention-მა loves მისცა ნორმალი 6 weight-ი რა, movie-ს ნორმალი 25. ანუ რატო? ყველაზე ძლიერი სენტიმენტრის ინდიკატორი love არის. ანუ აი და this სულ არ ყოფილიყო და love movie დაეწერათ, მიხვდებოდი რომ რა უყვარს ამ კაცს ეს ფილმი და პოზიტიურია. და კარგი რა არის, ეხლა ამას რო განახებთ რა, თქვენთან შეგიძლიათ მე რეგ მოდელიდან ნახოთ რა, ნუ ცოტა დაპლუტო და მოდულში ჩახედო მოგიწევთ, მაგრამ ნუ ანუ ჩვეულებრივ LSTM-ით ვიღებთ შედეგს, მაგრამ არ ვიცით რატომ რა და attention შეგვიძლია ნახოთ რომ სიტყვას უყურებს მოდელი. ეს არის აი explainable AI კონტექსტში ძალიან ღირებული. აი ძალიან. მაგალითად რა ბანკში სესხლის გადაწყვეტილების მოდელი რო იყოს რა. მიუცე არ მიუცეს თემაში და სპანტო ინტერპრეტირებადობა აუცილებელია რაღაც პონჩი. აი მომენტი არის. ხო. ხო, ეს ბახტაუს attention. იმაში Python-ში. და მოდი აქ ნახოთ რა. LSTM plus attention classifier. არქიტექტურა არის მარტივი რა, embedding-ი, ანუ n-წერტილი embedding-ი, რაც წინაზე გამოვიყენეთ. BLSTM-ი, ორმხრივი LSTM-ი, ანუ ყოველი time step-ისთვის ორი hidden state-ია, forward და backward მიმართულებით, ეს კონკატირდება და output ზომა ხდება 2 ცალი h. მე არის რაც ისა LSTM-ი. query ხო, აი. query არის BLSTM-ის ბოლო hidden state-ი ორი მიმართულებიდან რა. h-2 არის forward-ის ბოლო layer-ი და h-1 არის backward-ის. attention-ი query plus encoder output-ი მე context vector-ში context vectors plus attention weight-ებში გადადის. არის, აი. query გადადის, attention შედის query და encoder output და context და weights. და საბოლოო linear-ი რა, ანუ linear layer-ი რომელსაც context vector-ი გადაეცემა და კლასის ლოგიტებს იბრუნებს. weight-ებს რატო ვაბრუნდებ, შეიძლება მე კითხვა გაგიშდეთ. просто რა ვიზუალიზაციისთვის რა, მე დაგჭირდება. Okay, შევადაროთ რა LSTM-ი და LSTM-ს plus attention-ი რა. კონტექსტი არის რაც პირველ რიგში კონტექსტი ხო, ნუ LSTM-ს აქვს ბოლო HT და ფიქსირებულია ეგ და LSTM-ს აქვს LSTM-ს plus attention-ს აქვს LSTM-ს plus attention-ს აქვს რა დინამიური ყოველ ნაბიჯზე სხვადასხვა შეწონილი კონტექსტის ვექტორი რა. ფუნდამენტური განსხვავება არის ინტერპრეტირებადობა. რა თქმა უნდა, ანუ LSTM black box-ია და ის არ არის გრძელი სიკვენსები LSTM-ის ხარისხი მკვეთრად ეცემა და attention-ი მაინც რჩება on top და blue score-ი მანქანურ თარგმანის მეტრიკა არის და 26-დან 26 პლუსზე ავიდა ერთხელ რა ერთხელ კი არ ბევრჯერ და 26-საც გავწდით უკვე დიდი ხანია უბრალოდ ნუ სკორის ძალიან განსხვავებული ან ბენჩმარკებზეც ნუ ფაქტობრივად LSTM-ს attention-ი ყოველთვის აჯობებს რა
ტრანსფორმერი вообще არა. და პარამეტრები ხო, ნუ მეტი არის რა, ცოტა მეტ პარამეტრს ამატებს რა. ან დაახლოებით რაღაც 10%-იან overheads. რატომ მუშაობს attention? პირველ რიგში software alignment-ი. ანუ continuous weight-ები აქვს, ანუ რაც ნოლები და ერთები არ არის. ანუ ეს წარმოებადია და შესაბამისად gradient-ით ისწავლება, end-to-end-ია. არ გვჭირდება ხელით ანოტაციები და alignment-ის data და დინამიურია რა. ანუ ყოველნაირად ახალი ფოკუსი გვაქვს რა, ანუ ახალი კონტექსტი, ახალი კონტექსტ ვექტორი და ასე შემდეგ რა. ესე gradient შევთხრეთ აქ რა გულისხმობ? აი, კონსტრუქტორი, ესე იგი პირდაპირ დაკავშირებული ყოველ h-თან. ეს რას ნიშნავს? როცა backprops ვაკეთებ, gradient-ს არ სჭირდება მთელი sequence-ის გავლა. h1-დან, ხო, h1-დან ხო, მივხვდი, აი, ხო. როცა backprops ვაკეთებ, gradient-ს არ სჭირდება მთელი sequence-ის გავლა ახლიდან, რაც h1-დან h-ურ-მდე ის პირდაპირ c-ური-დან h-ურზე გადავა რა. ანუ shortcut-ით მიდის ფაქტობრივად და არ სჭირდება მთლიანი sequence-ის გავლა რა. ანალოგიურია ძალიან sequence-ის resonant-ის skip connection-ების რა. იგივე პრინციპია, მაგრამ სხვა კონტექსტში. ხო, ნუ გამოყენება ახლა text summarization, sentiment analysis, speech recognition, image captioning, transformerები, machine translation ძალიან ბევრია მოკლედ რა. აი. Key takeaways. შევაჯამოთ რა. უცებ. ესე იგი, bottleneck-ია რა, მაგ sec-to-sec-ში ერთი ვექტორი ვერ ინახავს cell sequence, ეს არის ფუნდამენტური შეზღუდვა. და attention-ი ამ პრობლემას წყვეტს რა, დეკოდერი ყოველნაბიჯზე დინამიურად ირჩევს encoder states. ხო, სამი ნაბიჯი გვაქვს, core, softmax და კონტექსტი. ან ეს სამი ნაბიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია რა, softmax და weighted sum ალბათ რა. Score function-ები edit dot product scale dot და ნუ scale dot-ი დაიმახსოვრეთ ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ეგ გამოიყენება ვიმეორებ ტრანსფორმერებში. Interpretability, წერან რო თქვი რომ შემიძლია რაღაც წერან მაკრო განახეთ. ესეთ რაც შეგიძლია თქვენს დაპლოდოთ ჩვეულებრივად. ახო, რეზულტები plus core-ი რა თქმა უნდა, ნუ შედეგები უკეთესია მოკლედ რა. აი, ტრანსფორმერები. შემდეგზე რა იქნება რა? აი, ტრანსფორმერი რა. მოკლედ RNN-ი, საერთოდ რეკურენტული ნეირონები საერთოდ ამოაგდეს. მხოლოდ attention mechanism-ი დატოვეს, მაგრამ ჩვეულებრივი attention-ი არა რა. არამედ self attention-ი. სადაც encoder state-ები ერთმანეთს უყურებენ, ეგრეთ წოდებული. არა მხოლოდ encoder-ი, ანუ არა მხოლოდ encoder-დეკოდერი, ანუ ორივე encoder state-ები ერთმანეთს უყურებენ რა. ყველა encoder state-ი ერთმანეთს უყურებს, ხო? და არა დეკოდერი უყურებს მარტო encoder state-ს, არა. ყველა encoder state-ი უყურებს თავისივე encoder-ის სხვა state-ებს რა. Plus multi-head attention-ი, სადაც რამდენიმე attention head-ი თავი პარალელურად მუშაობს და პოზიციური ენკოდირება, რადგან RNN-ის გარეშე sequence-ის მიმდევრობა დაიკარგება. ეს იქნება ხვალ test. შეიძლება ეს მოჩავდარო უკვე არ ვიცი. აგით. კითხვები? ცუდი იყო, კარგი იყო, მოგეწონათ, არ მოგეწონათ, ესე უცებ რო გავიარეთ, რამე კითხვები გექნებათ. თუ გადავიდე ეგერ კოდის წერაზე. წინაზე რაც დავწერე და ავგზავნოთ უბრალოდ. მეგობრებო. კითხვები? არანაირი. აი, ავგზავნო უბრალოდ, ანუ აი, სანდრო გავაგზავნე. გასაგები იყო ისე ყველაფერი, მაგრამ აი სპაილი ამომიწია და თავი იდეას თუ მიხვდი, ხო, მართლა რაც ეს ხوار მატყუებ. რა პროსე იმიტომ ხوار მეუბნები რომ თავი გაგანება.
არა, რა წესით გავიგე მთავარი და რამე თუ ვერ გავიგე, ხა მივხვდები პროცესში. ხო, ჩაიძიე რა, ძალიან მაგარია რა, მოკლედ რა ეს attention და ღირს ჩაჯდომა. ეს არის, რაც უნდა შევიდა, სადაც უნდა ეს მე დავამთავრე უბრალოდ. სად მქონდა რა მახსოვს რა. აი, მომენტ იყოს ეს. აი და პროსტა sentimentalism-ი გადავწეროთ attention-ით რა. LSD-ი დაწერე სახში? თუ არ დაგიწერია. იმიდან, წინა ნოუთბუქიდან? ხო, LSD-ი ახან გააგრძელეთ მეთქი რო გითხარით. თუ არ დაგიწერია, ეგეც არა. არა, უფრო იმ AI ლიგისთვის შემზადებოდი. კი ბატონო, ოკეი. ხა ჩაუჯდები ენოფის. არა, მისაღებია კი ბატონო. აი, მაშინ მოდი ამას წავშლი მე. ახლა ნამქნათ რა. ყველაფერი გავშვან უნდა. აი. class B LSD-ი მოდელს ვქნათ ენენ. Bi-directional LSD-ი დავწეროთ პროსტა რა და მე დავწეროთ attention-ით. აი, ის გადავცეთ რა. Self, lookup size-ი, embedding dimension-ი, hidden dimension-ი, ამდენი კლასი მექნება. და dropout-ი რა. Super. დავიწყო self embedding-ი. n.embedding. კიდევ მithora. მაგრამ ეს pad index-ას მივუწერ. pad index-ი ქონდა 0 რა, იქ წინაზე რა და მეგობრებო, ეხლა მთლიან კოდის გარჩევას ვერ დავიწყებ, უბრალოდ შენაგზე გადახედეთ ძალიან დიდი თხოვნა არის რა. წინაზე ჩავაგდე ის და მაგის გაგრძელება არის ეხლა უბრალოდ. ჩემი დამთავრებული წავშალე და LSTM-ი, ჩემი დავწერა ეს embedding dimension, hidden dimension რა. Batch first story. Bidirectional story. Layers, simulating num layers. What's empty? Self.fc, hidden dimension-ი, მოროლებული ორზე, in classes. Self.dropout-ი, dropout. ნუ ეს წინასწარ უკვე დამიწერა. აი. მე რა უნდა ვქნათ? ეს თიარა მომნე. ანუ ეს პადინგი რო ნახნა რა. აი. გავარჩევთ ხა ეს რა ხდება. ან batch first-ი გვაქვს ჩვენ. Packed sequence. Right, packed sequence. Აი, არის მოდული packed sequence. ინახავს როგორც Okay. ამას შემიძლია ეგეთი რაც დავწერო, packed ტოლია, packed added sequence.
არის embedding-ი, embedded rag text-ი links-ი გადავს. Batch first row და for sorted false. კი ბატონო. და ხა ეს საიდან უნდა დავაიმპორტო? აი შემიძლია ეს დავწერო nn წერტილი deals წერტილი თუ rnn წერტილი აჰა კაი და იქ სლაიდებში ვთქვი მე მგონი ეწერა არ მახსოვს ანუ n-2 და რა ბუნდებოდა 4-ში მეწერა აი h-2 და h-1 torch გადავიქნათ ანუ შევაჯამოთ უბრალოდ და შევატყუპოთ ეს ბოლო ორი ლეიერი ეს მექნება hidden -2 hidden -1 dimtolerant also self.fc return out და ამ შემთხვევაში ნანდა ანუ ორი რაც დავუბრუნდით იმიტომ რომ იმისთვის ხო attention-ის ხო დაგჭირდება რა ორი რაც დავუბრუნდით რომ ვიზუალიზაცია გავაკეთოთ აი და კლასი გვინდა ახლა dot product attention დავაიმპლემენტიროთ nn მოდული აი ვინ არის ახლა ეს dot product attention nn linear აფეს დიოდან გვინდა ეგეთი ვიღაცა რა ну if the priority self hidden dim attention dim super inite და ხო მოდი ამას query დავარქვათ რა ანუ ეგრე რა ქვია ხო query და key და self.wk $n.linear რაც იგივე და ხო და არა scale ვინა აქ value ჯერ value შემდეგი ლექციისთვის მოვიდოვოთ ან აქვე ხო არა აქვე მაგ შემთხვევაში score-ები იყოს და გვინდა აქ attention dimension-ი უბრალოდ მოვთხოვთ ну ეს არის ფესვი რა ორჯერ გამოვნება ფესვია და forward-ი დავწეროთ ახლა რა self გადავა query key-ები ანუ ეგა რა გადავა query ტოლია self.wq query key ტოლია self.wq keys score-ები ტოლია key-ების score-ი მექნება რა მექნება ახლა score დავფიქრდეთ
softmax-ი არ და. რაც ფუნქცია იყო torch და ვერ ვიცი. ესე იგი score მექნება რაც patch multiply აქვს მე მგონი torch რაც ეგეთი რა. ხონია torch BMM вообще არ მახსოვდა ეგ. ბატონო, მაშინ ეს გამოვიყენოთ torch.bmm-ი. აი აქ რაც shape mismatch-ი მაქვს უეჭველი და მაგიტო ვიჭედები რა shape mismatch არის რაც ძიმე პროცესი რა. კაი. დავფიქრეთ, ესე იგი. აქ მექნება query იქნება patch და hidden state-ი რა. კი. მექნება ეს patch და hidden state-ი. sequence length-ი მექნება მე მგონი, არ იქნება ეს. ან patch-ი იქნება. ხო. ანუ კი ინახავს page size, რამდენი item-ი მაქვს sequence-ში. length-ი იყოს, და ან L-ი დავარქვათ. და h hidden size-ი. და ამიტომ ისეთი რაღაცა რა. აქ ჯერ ან squeeze-ი უნდა ვქნა. და ეს გახდება ახლა ერთზევქიანი მექნება ეგეთ რაც patch-ი 1 a ეს მექნება რა? იგივე patch-ი L h და აქ რომ მე გადავცე просто query და key და მე გავყო self.scale-ზე ეგ არ მაწყობს. და სხვა რაცებს ვადარებ ფაქტობრივად. ან transpose-ი უნდა ვქნა ამას transpose 1 2 ისეთი რაღაც გამოვა. არა. ეს უნდა გავყო კიდე. აი და ხო, ეს შემიძლია ვქნა. და ეგ ერთიანი მინდა მოვაშორო უბრალოდ რა. და squeeze ვიზო. ასე squeeze ვიზო, squeeze 1. იბატონო. weight-ები გამომივა f.softmax scores timtolია 1. score და არ მაქვს ეს დაიმპორტებული. torch functional as f context-ი მექნება torch.bmm weights squeeze 1 keys. Return context weights. ახლა რა შეიძლება torch.functional აურა პოთე n.functional მინდოდა. ჯერ ეს რა? აუ იმ პატარა ასოთი. ახლა უნდა დავიმპლემენტიროთ class b
LSTM attention. ნუ მოდული. ისევ იგივეს ვაკეთებთ. Dev init self backup size. Შეიძლება პირდაპირ გადმოვიწერო აქედან. აი, backup size, embedding dimension, hidden dimension, end classes, dropout, binding index და ის უნდა დავამატო attention team. არა, 64 იყოს მოდი. Super. init ისევ იგივეს ვაკეთებთ self.embedding. ეს ჩემი წამოვიღო მომენტ. აქვე შევცვალო რაღაცები. Embedding მინდა LSTM მინდა by direction num layers იყოს, კი ბატონო. აქ space დავარტყათ და უკვე attention-ზე გადავიდეთ. self.attention-ი .product attention. Მოსად გადაეცემა hidden dimension-ი გამოვლებული ორზე, იმიტომ რომ BLSTM-ი გვაქვს და attention dimension. კი ბატონო. ეგ არის და ეხლა დავწეროთ dev forward-ი. self text length. აქედან წამოვიღოთ ყველაფერი რაც გვიწერია. ამასაც წავშლი. აი, embedded self dropout-ი, კი ბატონო. იგივე fact. self LSTM-ს გადავცემ ამ facts და მე მინდა დაპატვა წესით. ნუ დავპატო. ან მოვიწერო პირდაპირ იქიდან კოდი, რას ფიქრობთ? აქ სხვა რაცა წერია. ეს просто attention-ი. არა, აქეთ მიწერია. აი, pack padded sequence. add padded sequence, okay, bro. ნუ დაპატო ლოგური დაჭირდება მაგას. NN udrels RNN sequence გადავცემ просто. აი, აქ მექნება output-ი. როაც length unpacked არ მინდა ეს length unpacked length-ი რაც იყო მაგას მიბრუნებს არ მინდა просто ეგ მექნება code route-ი მექნება pad NN აი უბრალოდ რაც მინდოდა ის დამიწერა მადლობა მეია ის მადლობა ტრანსფორმერებს რო ეს შესაძლებელია ეს იგივე იქნება dimension მინდა კი torch-კატი სამს query დავარქოთ ახლა maxlen ტოლია input maxlen იქნება put shape 1 მარა ეხა აქ რა თემა არის იცით აქ მეგონი მასკაც უნდა გადაგვეცა იმიტომ რომ აი აქ სად არის forward-ში მასკ ტოლია none ეს მასკა რა შვება სკალა უცნა რას აკეთებს ეს მასკა ახლა ანუ როცა დაპადული სეკვენსი გაქვს შენ არ გინდა რომ გრადიენტები დაითვალო და ანუ არ გინდა ფაქტობრივად attention-მა რომ შეხედოს იმ პოზიციებს რომლებიც просто padding-ით არის შევსებული რა და მე მინდა რომ ეგეთი პოზიციები გადავცე ამას ხო და მაგიტო უნდა დავამატო აქ ერთ პარამეტრი მასკი სად არის dot product attention ხო და აქ რომ მასკს დავამატებ როგორ დავამატებ არ ვიცი ვონთ
აი, ერთსამი სკორის მერე ალბათ. So if mask is not none, score ტოლია, score ტოლია, score dot masked field. იბადო. პირდაპირ მასკი რო გადავცე, პირდაპირ მასკი გადავცე. მე მგონი მუშაობს. იყოს ესე. აქ ხა მასკას შევქმნი, ეგეც. მასკი ტოლია, torch.arrange. strength dot unsqueeze. ვარა. unsqueeze. და unsqueeze-ი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ length unsqueeze-ზე ერთზე მეტია. აი იყოს, არც. კი ბატონო, მადლობა AI-ის კლუბ. აქ რო აქ პირდაპირ აქ torture-ის პირდაპირ შემიძლია მივუთითო ეს. ეს აღარ დამჭირდება. კონტექსტი. Alt და stop. აი, ნუ დავიწყოთ ხოლმე website-ი ტოლები. ასოც დარვა hidden dimensions. იყოს კი ბატონო. დაი რა. მადლობა. დამეხმარა. learning rate იყოს რაც 1-3. ეპოქები იყოს 10. model LSTM ტოლია PLSTM PLSTM არა რაც გადავაქვს არა PLSTM და აი ჯერ ეს იყოს model LSTM model LSTM ტოლია იბადანა მოდი def count parameters მოდი ეს კითხვა თქვა გოლს იმიტომ რომ ნახდად არ მახსოვს right which counts parameters აი, აქ დავსახ model LSTM count parameters model LSTM attention აი რა უნდა სადმა ქეროგი PLSTM attention არ მოწონს აქ ვინმე სუპერ აქაც იგივე პრობლემა init ცოტათი მეტი პარამეტრი მაქვს მაშინ attention-ში რაც თქვი კიდევაც რომ ცოტათი მეტი მექნება პირდაპირ მიწერია ესენი ამიტომ
შეგვიძლია პირდაპირ გავუშვათ. Argen historiki არ მინდა. Steam history. Რაღაც მივიცეთ ყველა დავდანავთ. ვნახოთ. კი ბატონო. ვნახოთ. BLSTM forward sync one position აბასად გამოვრჩით train epoch. ნუ ეს აი გადავხედოთ აი. Vortex levels კაი აქ შესამარი უკვე. აი დატალოუდერი უნდა შექმნა სხვანაირი. აი დავფიქრდები ერთ წამი. შევხედავ რა data loader მქონდა აქ. ეს ნაწილიც უნდა გადავწერო. სამწუხაროა, მოდელებს მივახდი პირდაპირ არადა. აი გადავწეროთ რა, ვაფშე აღარც მახსოვს რა მიწერია, ამიტომ. აი IMDb dataset-ი. Definite. Data. OTP, maxlen. Self.data ტოლია data. ეს სწორი არის get item-ი მინდა ახლა. მანამდე მეწერა ტოკენიზაცია, ხო? ესეც text lower split-ი იყოს. Counter-ი. კი ბატონო. პარამ text words-ს დავწერ. რაც არის ანუ vocab-ი ხომ აქ ესეთი ტიპი. ტექსტი და მაგის შესაბამისი ID და ეხლა მინდა ID და შესაბამისი ტექსტი, ანუ ერთი მარტივი dictionary comprehension-ი მინდა აქ. სტირაც, კი ბატონო. და get item-ი შევცვალოთ საერთოდ. ისტორია. Encode. Encode self.data index-ი. Text-ი. და ნუ truncations ვაკეთებ, რომ მაქსიმალურ სიგრძეზე მეტი არ იყოს რა. და self-თან მოვიზო. ეს იგივე მეწერება აქ ხა, რაც წინას გავარჩიეთ, get-ი უნდა მეწეროს. token-ის ვაჩი. ეს unknown index-ი ერთი მქონდა. 40 tokens. ეს ID-ები და label-ი მაქვს. self.data index-ი, ეს label. Tensor. This type domain. It's a set. Label-ები და token-ები.
collate function-ი. text-ს ტოკენებს რა ხმამაც. zip-patch ვქნათ. links totally tensor. labels label მიწერე. text path sequence კი ბატონო ესენზეც გავიარეთ და სვანოები შეიძლება დავწერე. label-ები მაქვს. ხო. გასტაკულია ისე label-ები links და tokens. კი ბატონო არჩენი ისტორია წესთ. კაი არ არის სწორი. უნდა გადავწებოდი შეთ. train subset ოკაპი მაქსიმუმი ხომ მაქვს? არა მაქვს არაფერი მითხრა. ეს მივუწოდოთ რას 512. ხო, რა უნდა? includes გადავცემ. ოკაპსაც გადავცემ, კი ბატონო. correspondence section-ი გამელი 512 დავწერე. ბამ. რა რთული არის ამის დებაგირება. IMDb datasets გადავცემ datas lookups. ეს შენირო დაბრუნებს, მაგრამ მაგ ესე იგი iterაციას ვერ აკეთებს ფაქტორად data loader. აი გადავხედოთ რა მიწერია ზუსტად რა. data bank, vocab bank, maxency bank. self.data token-ები მაქვს. ესე იგი encode-ს ვაკეთებ. არა, encode-ი უნდა ვქნა. encode-ი რას აკეთებს? არა, tokenize-ი უნდა ვქნა. მაინც იგივე. აი tokenize რა გადაეცემა? ტექსტი პროსტა, ხო? expected რა ცუდი ერორი არის კი, მაგრამ ესე რა მაინც დაწერა. უიმე. Все, სწორი აქ. რა სულ რა უაზრო ბაგია. ჩემბრალი იყო მეგობრებო თიშდა. აი, მაშინ ტრენინგ ლუპიც უნდა შევცვალოთ ახლა. აი, ტრენინგ ლუპი როგორ შევცვალოთ ახლა? 4 ცალი მაქვს, 4 ცალი რაღაცა მაქვს, მოდი links და პლუარ მინდა. მოდი QDM გვინდა. QDM-ს ვუზამ loaders. text label-ები და links.
device. აი ეს დარჩენი ეს არის. ამის მერე არის ლოგიტები მიგვუნდება. ეს არის model extend. არ გვინდა. ლოგიტები და loss backward. ხო, მერ კლიპინგი და total-ოსი არის. იბატონო, საერთოდ იგივე იქნება. Threads logits ფარგო მაქვს ერთი მინდა რაც თორლია, ხო, დარჩენილი სწორ. აი აქაც იგივე უნდა დავწერო. რა მოვიდა პირდაპირ ასპსერია. და აქამდე მინდა წესით. Optimizer-ზე რო ბრატი არ მინდა. ეს მინდა და total loss იქნება loss item text. კი ბატონო და აქ მექნება logits. აი აქ კი ბატონო, აბა ვნახოთ. აჰა. აი ხო სხვა ამბავია. device toilet device უდა. აი და სად გაიჭედა. არ წარმოვიდგენ არ მაქვს რატო შევუჭით. აი forward-ში მაქვს რაღაც პრობლემა, კი ბატონო. კი ბატონო, embedded სად არის? ეს არ არის გურჩანს თუ device-ს რაც ვზავნა. ვაიმე. არ ვიცი, ნამდვილად. ჩაუვდოთ და ვკითხოთ, იმიტომ რომ ნამდვილად გავიჭედე ძალიან. სადღაც მაქვს უიმე. ესეთი აბსურდი ბაგი მაქვს. ხო, კაი, ესეთი რაც არ დაგემართოთ, ყოველთვის გადაიტანე ხოლმე მოდელი კუდაზე დაიმახსოვრეთ. და ტრენინგი გაიშვა.
ძალიან ნელია, ძალიან ნელია. მოდი ბაჩი გავზარდოთ. მონცემი შემციროთ ვაფშე. ამ მოდელიც დავაპატარავთ, 128 დავწეროთ. აქ ქონა 10000, მოდი იყოს 5000. 1000. პეჩი სომა იქ თუ გავიზარდე. მოდი 86 დავწეროთ. კი ბატონო, ეს ბევრად უფრო სწრაფია. დაახლოებით ალბათ 1-2 წუთში მომრჩება ეს ყველაფერი და ნახოთ შედეგებს. მედი იქაც არ დაერორდება. აუ დაერორდა. სად დაერორდა კაცმა არ იცის. არა, accuracy აი საკმაოდ გაიზარდა წინასთან შედარებით. ვიცი ყავს წინა ლექციაზე. Rainbow-ი საინტერესოა, ეხა ამასაც უნდა ესეც უნდა ჩავუდოთ, ეს ანსკვიზი მაკლია სადღაც და აღდური პოვი ეხა ისმანა კონტექსტის დასკვიზო კი ბატონო. კონტექსტი უნდა დავსკვიზო აუთამდე. მოდი ამას დავაკომენტარებ, ამის შედეგი კი ვიცით და ან აგერ ზემოთ გავუშვი. მუშაობს. ყოველთ ხამის შედეგებს ვნახოთ, აბა ეთენშენის რამე შედეგი თუ გაიზარდა. ეს ხა ორფიძე რო გავიდა მაგით ცხადია, მაგრამ accuracy პირველივე ჯერზე საკმაოდ ბევრად მაღალი იყო რა. აი, ნუ ევალუაციის სეტზე უკვე 73-ს მიაღწია 3 ეპოქაში, მანამდე რა იყო 63. ოკეი, რავი, ეგაა რა. არ იყო შეიძლება ეგეთ შედეგი ენის ლექციათან ორ ადამიანს უყარებ, მაგრამ ავი რა. შეიძლება ბევრი რაც გაუგებრა და ხსენ შეიძლება საერთოდ არც ავხსენი.
კოდის წერაში რთულია აქ ახსნა რამე ეგრე დეტალურად. თან წინა ლექცია ან ძალიან ბევრად წინა ლექციიდან იყო მოყოლებული და ვინც არ იყო წინა ლექციაზე ცოტა გაუჭირდება ამ ყველაფრის გაგება. ოკეი, დავასრულოთ ამით მეგობრებო. რა ვიცი, მედია მოგეწონოთ. ლუკა იყავი შენ AI ლიგაზე? არა, წინა არ აპირებ გამოსვლა საერთოდ? აპირებ. წინაზე თუ იყავი? წინებზე თუ იყავი რომელიმეზე? ოკეი. კი ბატონო. მაგრამ ეროვნული ოლიმპიადისთვის ხო ემზადები? ხო გამოხვალ მან მაინც? კი ხო? ძალიან მიხარია. ბევრი მონაწილე თუ ეყოლება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. არ მოეწონა. აუ, ეს ხო გავიარეთ. აგერა ვარ ხა. Accuracy ხედავთ, 79-ზე დავიდა უკვე რა ვალიდაციის, ანუ attention ძალიან მაგარი რაღაცა არის და ეს LSTM-ში და სარგეთ თვითონ ტრანსფორმერის რომ ნახავთ საერთოდ ეს accuracy არაფერი არ იქნება მაგასთან. კარგი, მოვჩერდ პრეზენტაციას მაშინ და გავთიშავ რეკორდინგს.